მისი ოჯახი. საშობაო საჩუქარი მისის სტილმენს. საჩუქრების შეფუთვისას სულ მამაჩი მიმახსენდება. საჩუქრებით მაინც არ გვანებიურებდა. ახლაც მესმის მიზიქმა ბავშვობაში ჩვენ საჩუქრებს არ ვარიგებდით. ძალიან ღარიბები გახდით საამისოდ, სამაგიეროდ თავს ვატკიებდით ერთმანეთს. მამა ახლაც შემოგჭა შარშანდელი თავის ტკივილი. ეგ გავიგე. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შობაზე კარგი მოგონებები მაქვს. იმ ქალაქში, სადაც მე ვიზრდებოდი, ჰელოუინის დღესასწაულის შემდეგ ყველა შობისთვის მზადებას იწყებდა ჩემი ოჯახის გარდა. დამანებე თავი რა! ჩვენს ოჯახში ისეთი შობა არასოდეს ყოფილა, როგორიც იმ ოჯახებში. ტელევიზორში მომაჩვენებდა ხოლმე. ამა ჩვენ როდის ჩამოვიდეთ ნატურებს? ამის დროს ნატურებს ვერ კიდებდით. რა? დედა ყოველთვის გვისმინდა მამის ნათქვამს. მამამ თქვა, რომ ახლა არა, მაგრამ იმ კვირაში ჩამოვკიდებთ. რა? რას ლაპარაკობ? ამ შობაზე არ გვექნება ნატურები. ენერგია უნდა დავსაყოთ. ვისი შენი? ამ სისულელით მოსმენას არ ნაპირებ. Santa Claus შენი ფულის საშობაო წარმოგირა. ვიცოდი რომ მამაში Santa Claus-ის ხელიერია. შუბის სული და გული არ არის. ეგ გავიგონე. ზამთარი სიდარნელში ადრიანად დგებოდა, ჩვენთან ყოველთვის დიდი თოვლი იცოდა. 119 221 უბნებში სკოლები იკეთება, ასევე 800 და 500 მეტრზე 200 მეტრზე უბნებში. უსწავლარ არის დღეს სკოლა დაკეტილია. ვაუ! სკოლარარის! შენ გიხარია, სკოლაში საერთოდ არ დადიხარ. დედა, კარგად შეფუთე რომ მთელი ძალი დავაბზრიალო! დედა! ჭკუით იყავით. გარეთ 1 მეტრი თოვლიდას და ერთმანეთს რამე რომ დაუშავოთ, სასწრაფო აქამდე ვერც მოაღწევს. კარგი. ჯობია საერთოდ დარჩე. ლუი, ეს მამიკოს წაუღე. სულაც არ მიხალისება. იმ საბაზანოსთან ახლოსაც არ გავივლი. არა, იქ არ არის. აბა სად არის? რა არის ეს? რა ნიშნავს ხიდიან? რა ნიშნავს? რა არის? აი, რაშვები, გინდა თამდღრო? დედამ თქვა შეთმობა არ აწყენდაო. გამარჯობათ, მისის სტილმენ, ხომ არ დაგეხმაროთ? დილამ შედოვისა ბავშვებო. აქ სადღაც გაზეთი უნდა იყოს. ჩვენ ვიპოვეთ მისის სტილმენ. გონი მანდ ვნახე, ტომი. ფრთხილად, ტომი, ამას არ უნდა ქეუბნებოდე, მაგრამ აქ ჩვენს ქვევით თოვლის ბინადრები არიან. ეხებში ხელს გკაცებენ და თოვლის ორმოში შეკათრებენ. ვიპოვე. გმადლობ, ლუი, რა კარგი ბიჭი ხარ. მოდი მე გუნდებს გავაკეთებ და თქვენ ერთმანეთს ესროლეთ. რა საყვარელი ბიჭი ხარ? შეტევის და გეგმისას საკმაოდ მოხალისე ვჭირდებოდა. რა მაინც და მაინც მე? შეხედეთ. ჩემს მაღარეს ვალოთ. უნდა ყველას უყვარს, მაგრამ ყოველ ჩვენგანს რა გულადაც არ უნდა იყოს, მაინც ეშინია გაღიმული გუნდა ყურში არ მოხდეს. აი ისიც. შეწმიდეთ ცეცხლი. ვაი, ყურში სვლა არ შეიძლება. შეხედეთ ლუიტერის. ვაი, არა მტირი. ლუი, როგორ ახარ? კარგი, წავედით. დაბრუნდი ლუი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდა ყურში ხდებოდა, მაინც კოჭრობას ვიწყებდით. რატომ კოჭრობ? გუნდა მოხდა ყურში. ისე მაგრად მტკიოდა, რომ გძნობდი რა საშინელებაც არ უნდა მეთქვა, მაინც არაფერს მიზამდნენ. ღმერთმა დასხელოს! ვერ გაიგეთ რა ვთქვი? დასხელოს! რაზღრიალებ, რა ხდება? ენძი მუშაობას რომ მორჩები ნატურებს ხომ ჩამოკიდებ? რა საკითხავია? მე ხომ ამისთვის გავჩდი ამ გვერდნად. აი, რა ბედი მაქვს. ნაგვის ხისაგნად ვიდივარ, ნაგვის ხისაგნად ვიდივარ. ბავშვობაში მანქანები არც საცობები იყო ქუჩებში, ცხენი და ჯორი თუ გეყოლებოდა. დედა ფიქრობდა, რომ ნაგვის ხისაგნად მამას გარეთ გაყვანას მოვახერხებდით, შეიძლება ხასიათზე მოსულიყო და ნატურებით ჩამოეყიდა. კარგი რა. კარგი აზრია.
სხვა საქმე არ აქვს? ან ტელევიზორს უყურონ, ან ვინმე ავადმყოფი ნათესავი მონახონ და მოუარან. მოდი გავიყოთ და ისე წავიდეთ. მე დედასთან წავა. შენ გაჩერდი მეგობარო. აქ დარჩი მეთქი. მე ვიცი ამათ როგორ ველაპარაკო. ამ ნაძვებს კაპიკებად ყიდულობენ და 200% ძვირად ყიდიან. აი ეს ვიყიდოთ. არა, ეგ არა, აი ეს, აქეთ რომ არის. ეს რაღის, უტოტებო რომ არის. $25. შენ მაგხის მოსართავად ჩვენთან წამოსვლას აპირებ? თუ გინდა $3 მოგცემ. რომერტო ჩემო ეს მამა ჩემი არ უნდა იყოს. მიდი გარაჟი და ხერხი მომიდანე. წადი სარდავიდან სადგამი მომიდანე. რომელი სადგამი ყვავილებს რომ მოყვა? რა გინდა მშვენიერი სადგამია. ეგნივთი თაობიდან თაობაზე გადადიოდა. პატარა რომ ვიყავი, სად არ გქონდა სადგამები. მონაცვლეობით გვეჭირა იქ ხე, რომ არ ტაქსეულიყო. იმ ხეზე 3-4 საათი იმუშავა. აი მარგვი მოწიე. მეორე ფეხი აქეთ გამოჩეჩე, მაგას დააწიკი. ყოველ წელს ერთი და იგივეა, სულ სადგამში სვავ. მამა, ხე მოღუნულია. აი ტელევიზორთან დადგინდა ვერ შეამჩნევს. ისე რაც ეგ ნაძვის ხეხილს და უნდა ცეკვავდეს კიდეც. ბოლოს დაიტახა და მამას რომ ნაკურები გაეჭიმა. ისიც გადიოდა და ჩვენ სიამაყედ ვისებოდით. ციყვებით უნდა მორთოს კაცმა. ჩემ თავს ისე ვაჯობე. სიცილია. დიდი სიამოვნებით გავსავდი დედა თქვენის რომელიმე ნათესავს ახლა გარეთ. კარგ ხამეს გაატარებენ. ბიჭებო, ამით გაგიმასპინძლდებით. ჭამეთ სულახლებია. ყველას გასაგონად ვამბობ, ეს რა ჯანდება? ლუი, დადე ეგ დოლარი და მეორე აღზე გადაფე. დედა! საწყალი მისის სტილმენი იცი სულ მარტო ხდება შობას. ბედნიერი ქალი ყოფილა. მისი შვილები ფლორიდაში გადავიდნენ, მას კი საშუალება არ აქვს მათ სანახავად ჩაფრინდეს. არც საჩუქრების ყიდვა შეუძლია. ნაძვის ხელსაც კი ვერ ყიდულობს. არ მგონია ამ შობაზე ვინმე ესტუმროს, ან სადმე იყოს დაპატიჟებული. ჯუმად, გითხარი ჯუმად მეთქი. დედა როგორც ყოველთვის მამას დაემორჩილა. კარგი. მაგრამ მე გადავწყვიტე დედას გამოვქომაგებოდი. მამა, შენ კი მეგობარო. ჯობია მოკეტო. მოკეტო? ნუ მაჩუმე ბრა. ჯუმად იყავი. ამ ოჯახში შენ ურევ ყველაფერს. ერთი აზრი მომივიდა. ხუმელში ხორცი შევდე. 3 საათი დასჭირდება შესაძლავად. ზომაზე ცვლიანი გამოვა. ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს. ასე რომ მე მისის სტილმანთან გადავალ. მაღაზიაში წაყოლა შევთავაზებ. ენდი, ამასობაში შენ მისი სახლის მორთვასაც მოასწრებ. არავითარ შემთხვევაში ამ მომენტს მთელი კვირა ველოდი. ღმერთო ჩემო, გარაშე ზედმეტი ნატურები ხომ გვაქვს ჯანეტის ქალიშვილის ბიზაშვილის ქმარმა რომ გვაჩუქა? ხომ გახსოვს? არა, უკვე ყველა დავკიდე. მისი სტილმენი თავის ნატურებს დიდონ ვერ ჩამოკიდებს? რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, მისი სტილმენი სულ მარტო დარჩა. ალბათ ნატურების შეძენის საშუალება არ აქვს, ხომ გესმის? აბა, საწყალი მისი სტილმენი ალბათ 100,000 მაინც მიიღო დაზღვევიდან, როცა მისმა ბერიკათმა ფეხები გაჭიმა. ეჭვიც არ მებარება. ენდი, დარწმუნებული ვარ კიდევ ერთი ყუთი ნატურები გვაქვს. ეგ გავიგე. თუ კიდევ გვაქვს ჩემი ოთახის გარშე მოდავკიდოთ. ლუი, თაროზე დევს საღებავის გამხსნელთან. ხომ გახსოვს ტომის თმიდან საღეჭი რეზინის ამოსაღებად რომ ხმარობდით? 3 საათი გაქვთ. თაროზე და საღებავის გამხსნელთან გადასარევია. ჩემი ოთახის დასავარკებლად ამაზე კარგ დროს ვერც კი ვინატრებდი. მიდი, პალტო ჩაიცვი, ჩემთან ერთად წამობრძანდები. იცი, მგონია ჯობია ტომისთან დავჭე. ხოდა რომ ვკითხე შაბას ასაკეთებ მეთქი. ლორა, ჩვეულებრივად. არა, მაგრამ შენს მას მიხედე. სასმლა აფეთქებინებ. არა, ესე შემიძლია. სტილმენებს ავივდივარ. ახლა გაუღია. რა სიტყვი? ლუისთან ერთად. ზუსტად ეს მინდოდა ყინვაში გარეთ ბოდიალი საძაგრო ყვირავასთან ერთად.
სანამ ნატურების დაკიდებაზე საათობით იმუშავებ, აუცილებლად უნდა შეამოწმო ითება თუ არა. მაგარი აზრია. ეგ გავიგონე. იმ დროს ერთი ნატურაც რომ ყოფილიყო გაფუჭებული, მთელი ასხმა მწყობრიდან გამოდიოდა. მაგარია. ჯანდაბა მუშაობს. წამოდი, მოვამთავროთ ეს საქმე. შობის დღეზე ცოლმა გამაცუცურაკა. შობის დღეზე ცოლმა. მამა ხედავ? მისი სტილმეს ნაძვის ხეც კი არ უდგას. მართლა? ესე იგი $35 უფრო მდიდარია. ესენი გამოხსენი. ძველია ბავშვობა სოსისის მაგვარი თითებით გაატარო და თანაც მათ ესამზარეულოს ხელთათმანებ ჩამოწმულმა. ნუ ზოზინობ, მე გავიყინე, შენ კი დგახარ და უსაქმურობ. ერთი მანახამეებით ჩაგუჯდალ ბოსნებს როგორ დაიჭერ. ეგ გავიგე. კარგი, ახლა აქ მომიტანე. ეი, შენ გიბეზე, დაგდე იარაღი. კაცი ეგ მანარი თვალებში ნუ მანაფერ. ჩამოდი გიბიდან, ხელები ასე მეთქი მეგობარო. ეგ როგორ მომახერხო? მაგარი შენახაობა იქნება. ხელებაწეული. კარგი. ვაი! მაგარი რა მოვუთხარი ჯო? მამა ხომ არ დაშავდი? შენ ახუმრობ? მე ხომ თვითფრინავიდან უპარაშოტოდ ხტომას ვარ მიჩვეული. აშკარად შეგეშალეთ. ხელები არ ჩამოუშვა. მე მეზობელი ვარ. უბრალოდ მარტო ხელა მოხუც ქალსაშობაოდ სახზე ნატურებს ვუკიდებ. ეს სახლი ვინმე საცხოვრებელ ადგილს არ გავს. ეს საკეთ მაგაშია სიურპრიზზე ვუმზადეთ. მე ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობ, ხედავთ? და კაპირებ ნატურების დაკიდებას? ეს ჩემი ძვირფასი მეუღლის აზრია, ოფიცერო და თხოვნა რომ არ შემოსულა ჭკუიდან გადამიყვანს. სხვა სახლზე რომ გეთქვა შეიძლება დაგუჯერები და კიდეც შეთვის. ბორკილები დაადე. რასაკეთებ? ვიღაცაში გეშლები. მან გაგდომილი უფლება ყველაფერი რასაც იტყვით შეიძლება პრესინალის იმის გამოყენების საკითხი გაგდოგატის აყვანისუფლება. ბაბათიეთ მაგარ ოფიცერო, გამარჯობათ. უკაცრავად. მე ლუი ანდერსონი ვარ, ეს კი მამა ჩემია. ეს ჩემი შვილია. სიმართლეს გეუბნებათ. აი ნატურების ყუთი და ხელსაწყოებიც აქ არის. არაფერია. შეგიძლია ხელები ჩამოუშვა შვილო. ხომ გითხარი შეგიძლია ხელები დაუშვა მეთქი? დაშებული მაქვს შენ. კეთილი მისტერ ანდერსონ, შეგიძლია თქვენი საქმიანობა განაგრძოთ. ერთ რჩევას მოგცემთ. ისე ქენით რომ ეს სახლი თქვენ საზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდეს, თორემ დაბრუნდებით და გაჩვენებთ წეირს. დაუმართლავთ რომ ხელი ნადგენი მქონდა. მამა სენდივე გაუღებით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ თავისებურად მაინც გადამიხადა მადლობა. დროზე თორემ აუშჭრილობა მომეყინა. საკეთებ. წარმოგენა არ მაქვს. კარგად დაიჭირე, კარგად. რასაკეთებ? გინდა რომ ჩამოვარდე და კისერი მოვიტეხო? ყველაზე ცუდი სამუშაო მე ვხდება. ნატურებს ვარჩევ დისკი აქეთ ვიდ დასრიალებს. სულაც არ მეხალისება. სხვათა შორის შეიძლება დედმას დამარცხოს. რა ხდება? ვარდები, ვაი, ვარდები, მიშელეთ, ვაი. ეს კაცი მის სტელმას გურდავს, არ გაუშვათ. გაიძვერა. ვაი. მედი, დაიჭირეთ. გაჩერდით. ისევ ნორმანდია. არის მაშორატე. არა, მძარცული კი არა, მამა ჩემია. ეს მამა შენია, ლუი? ხო. ვაი, თუდა დააჩუნდა. ბავშვო. ვერცე კიბია მიყუდებული მივადგათ. დროზე ბავშვო, ვარდები. შეგიძლიათ კიდევ თქვათ. ეგ გავიგონე. მინდა მისი სტილმენი გავახაროთ და სახლი მოურთოთ. გადასარევი მისი სტილმენი ყველა ბავშვი. რამდენიმე მათგანი სახში გაიქცა დამატებით ნატურების მოსატანად. რამაც მამა ჩემი სიმღერაა. ვერიდან და როდესაც ვინმე ეხმარებოდა, ერთი ამარტოს გაეკეთებინა და შემდეგ მთელი გზა ეტუწუნა. კარგია, მიდი. ეს ვინ არის?
გადამრია, მგონია რომ ყველაფერი იცის. ვიღაცის მომავალი სიდედრია, ახლავე გეუბნებით. კარგი, თანაბრად გავანაწილებ. ერთი არ განაცდეს? ახლა რაღა ეტაკა. ლუი, შიგნით შედი და შემოწმე მისის მარტოხელას დავალენების გამო დენი ხომ არ გამოურთეს. ჩანს რომ არა, სამზარეულოში შუქიანთია. კარგი, მათ დაბრუნებამდე 10 წუთი გადარჩა. ყველა ნატურა უნდა შევამოწმოთ. გაიშალეთ. ისე მოვიქეცით როგორც მამამ თქვა. ყველა ნატურა შევამოწმეთ. მამა რა თქმა უნდა საქმიანობაში ჩაერთო. ლუი! მარად მწვანე გამოგრჩა, შეამოწმე! მე მგონი მამა ჩემის რაც უფრო ხმამაღლა ყვიროდა, მით უფრო თბებოდა. ბავშვებო, ლუი, თოვლის ბაბუა ნახე, შეამოწმე, მყარად თუ დგას. მყარად თუ დგას? თვითონ შეამოწმე მყარად თუ დგახარ. ეგ გავიგონე. მოდიან! დასმუნებული ხარ ჩემ მანქანა. მაგ მწვანე მოკაჭკაჭე ჯარს შორდან უცნობ. ეს საკოლექციო მანქანა. სად არიან? რა ვქნათ, განათება ბოლომდე არც კი დაგვიყენებია. ნუ იდარდებ, წინ მთელი ღამე გვაქვს, სანამ ეგ ჯაბახან აქამდე მოაღწევს. მამა, შეხედე! ჩამთველი მოძებნეთ. აი აქ არის. გაიდიეთ, მე ვიცი რასაც ვაკეთებ, ბოლოს და ბოლოს ელექტრიკოსი ვარ, განზე გადით. გავაკეთეთ! ღმერთო ჩემო, წარმოუდგენელია. რა ლამაზია. ეს მამა ჩემის დამსახურებაა. ის ხომ ბრძენია და ცოტა ოდენი სველი თოვლის დახმარებით. რა ლამაზია. მოახერხა და ჩართო ნატურები. ვფიქრობ მამას ნამდვილად გული აუჩუქა, როცა დაინახა რა რეაქცია ჰქონდა მისი სტილნეს სიურპრიზის დანახვაზე. ნახერა და ემართება, როცა დენის გადასახადი მოუვა. ინატრებს დედამ ედისონის ცოლი ვიყო. ჰეი, ანდერსონ, კარგად იმუშავია. არც ისე ცუდია რა. იანვარში ჩამოახსნევინებ კიდეც კალბატონს ამ ყველაფერს. ჩვენი ყავთის რაღაც ხრიკერს. ბედნიერ შევას გისურვებ. შესანიშნავია. აბა სამწაზე თუ გამოიცნობ, ვინ დააჯილდოებს მამას ამ სამუშაოსთვის. მისი სტილმა მაცხელი შოკოლადი მოიტანა და ყველამ საშობაო სიმღერა შემოვძახეთ. მამა არ შემოგვიერთდა. ერთი საღამოსთვის საკმარისად იხალისა. ჩვენ სახლში წავედით და საშობაო განწყობა ოჯახის დანარჩენ წევრებსაც გავუზიარეთ. კრამბავია, საწყალი ბიჭიკო. იმ ღამით მამა ჩემით ძალიან მომაყობდი. შემდეგ გაირკვა რატომ მართავდა მისი სტილმენი თავის საშობაო. თურმე ებრაელი იყო. მიუხედავად ამისა, ეს შობა განსაკუთრებული იყო ჩემთვისაც და მთელი სამეზობლოსთვისაც. შობის დილას განსაკუთრებული იყო. თითოეული საჩუქრის გახსნისას მამა მის ფალს აცხადებდა. იმედია გაგიხარდა ეს ციგა $12 ყივდა. ერთი თვე არ გაჭმევ, მაგრამ თუ შემთხვევით ირემს დაეჭახეთ, მაშინ შევძლებთ შელწով და მივირთმევთ. ერთი არ მოგწონებია, სახლზე მეორე გირაოს დადება მომიწია. ეს რომ მეყიდა, ეს სახლი ჯერ ბოლომდე ჩვენი არც არის. აი მამა, ჩემი საჩუქარის ნახე. ჩემთვის დიდი მადლობა შვილო. კარგია. რამდენი ხანი ამ ხელსაწყოებს მეძე? გამომიჭირეთ რა, კარგი ხუმრობა, ძალიან სასაცილოა. ზუსტად მამასავით არის. ნამდვილი საჩუქარი სად არის? გამოაჩინეთ, მომიტანეთ. არის რამე ოჯახის უფროსისათვის? ცოტა ოდენი ნადავლი ოჯახის მარჩენალისათვის. აბა მოხუცხომ არ აწმენინებთ. რა, ასე არ არის? ლუი? მეგობარო. ამ წელს მამა ჩემს ისეთ საჩუქარს უკეთებ, რომ ნამდვილად მოეწონება. თავის დენის კაბელებს უბრუნებ. ვიმედოვნებ, მოგეწონათ ლუისა და მისი ოჯახის ამბები.
ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ.